რატოდ გახართ ასე? მოდით, აქ მოიწიეთ, გააკეთეთ რამე, პაციენტი გასინჯეთ. დეფიბრილატორი. 3, 2, 1. კიდევ ერთხელ. 3, 2, 1. ისევ. 3, 2, 1. პაციენტი დაბრუნდა. ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეთ, დამეხმარეთ. შენ სახლში წადი, ალი. ექიმმა ფერმანმა თქვა აქ დაბეცადა. მისმინე, ალი, ეს ზედმეტია მეორე დღისთვის. კარგი? არა მხოლოდ შენთვის, ნებისმიერი სხვა ადამიანისთვისაც ბევრია. ნახე, მე აქ ვარ. შენ სახლში წადი. მიდი. ასპირატორი. ნაზლი სად არის? ვერ შევძელი. ვერ შევძელი. ვერ შევძელი. ვერ გავაკეთე. ვერ შევძელი. ვერ შევძელი. ვერ გავაკეთე. ალი, კარგი. ადილ, ვერ შევძელი. სელმა, შიგნით რა ხდება? ყველაფერი რიგზია? ყველაფერი რიგზია. ყველაფერი კონტროლ ქვეშ არის, ექიმო. კარგი, ალი. შვილო, ვერ შევძელი. ჩვენ ყველას არ შეგვიძლია ხოლმე რამის გაკეთება დამშვიდი. მოდი აქ. დაჯექი. მოდი. კარგი. კარგი. ვერ შევძელი, ვერა. ადილ, ვერ შევძელი. ეგ არ ითვლება. ტექნიკურად შენ ჯერ არ ხარ ამ საავადმყოფოს თანამშრომელი. ახლა რომელი საათია? 22 საათი და 48 წუთი. შენ ამ საავადმყოფოს ექიმი გახდები მხოლოდ 00 საათის მერე. კონტრაქტში ასე წერია. დიახ. ექიმმა ფერმანმა მას არ უნდა შემოეშვი გადაუდებელში. პირველ დღეს არ შეიძლება. ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. კარგი, ახლა მიდი სახლში წავიდეთ. მიდი. წამოდი. წამოდი. ნაზლი. ექიმო. სად იყავი? გადაუდებელში ვიყავი. ნაზლი. ალის ვეხმარებოდი. გამომყევი. კაბინეტში. ექიმო. თქვენს დაუკითხავად გავედი. დიახ, მართალი ხართ, მაგრამ ექიმო, პირველივე დღეს როგორ გამოუვიდოდა? ვინმე უნდა დახმარებოდა? დაჯექი. დაუშვათ, ახლა მოულოდნელი სიტუაცია მოხდა და საავადმყოფოს ბომბი დაეცა. მე ნანგრევი ქვეშ ვარ. ჩემთან ერთად 5 წლის ბავშვია. ვის გადაარჩენდი? თქვენ. სწორი პასუხია, რატომ? იმიტომ რომ ერთად თუ ვიმუსაებებ, კიდევ ბევრ ადამიანს ვუშველით. ზუსტად ამიტომაც მე გადამარჩენდი, ასეა? დიახ. ამიტომაც გადაგარჩენდით. მინდა ეს გააკეთო.
ძალიან წარმატებული ასისტენტი ხარ. ძალიან კარგი ექიმი იქნები. მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით. შენი ემოციების მართვას თუ შეძლებ. ზედმეტად ემოციური ხარ. ეს საქმე ასე არ გამოვა. ამიტომ ამ მომენტიდან დაკვირვების ქვეშ იქნები. ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გაგაფრთხილე, მაგრამ მაინც აგრძელებდი ამის გაკეთებას. ასე თუ გააგრძელებ, იძულებული ვიქნები სხვა ასისტენტი ავიყვანო. ეგ როგორ ექიმო? ვერ გავიგე. ჩემზე უარს იტყვით? ეს არ იქნება ჩემი არჩევანი. მაგრამ იძულებული თუ გახვდები, გავაკეთებ. გასაგებია? ხომ გაიგე? გასაგებია. გავიგე. ხამე მშვიდობისა. ექიმო. მოდი ალი, მოდი. შემოდი. ალი. ვიცი, სიურპრიზები არ გიყვარს, მაგრამ სიურპრიზები არ მიყვარს, საერთოდ არ მიყვარს. ვიცი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და სიურპრიზი მოგიმზადე. წამოდი. ალი. მოდი. ჩემი ოთახი აქ გადმოვიდა. ჩემი ბიბლიოთეკა. ჩემი კურდღელი. ჩემი ლამპა. ჩემი მაგიდა. ცვლილებები არ გიყვარს, ამიტომაც გადმოვიტანე შენი ნივთები აქ. ნახე, შენი ტანსაცმელი კარადაშია. ნახე, რამდენ ხანსაც გინდა შეგიძლია იმდენ ხანს დარჩი აქ. ჩემი მეზობელი იქნები. კარგი იქნება, არა? ერთად ვისაუზმებთ. ხომ გინდა? ვისაუზმოთ? ომლეტი 2 კვერცხით. დიახ, და კარგად შემწვარი კვერცხი. საავადმყოფოშიც ერთად ვივლით. ძალიან კარგი იქნება ექიმო ადილ. დიდი მადლობა, მაგრამ ვფიქრობ, ცალკე ვიქირავო სახლი. რა? როგორ? როდის? ახლავე. ყველას აქვს საკუთარი სახლი და მეც უნდა მქონდეს. კარგი. მაგრამ როდესაც შენს ქალაქში ცხოვრობდი, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შენი დახმარება უნდოდათ. ეს სტამბულია, აქ ყველაფერი სხვანაირად არის. იქამდე მაინც სანამ არ მიეჩვევი. არ გეშინია? რა თქმა უნდა არ მეშინია, 12 საათია, ექიმი ვარ. კარგი. მაშინ ღამე მშვიდობისა. ალი ექიმო. ღამე მშვიდობისა, ექიმო ადილ.
გთხოვ აღარ ინერვიულო, თორემ დილით ადრე მიწევს ადგომა და შენთვის საუზმის მომზადება. პატივცემულო, ხელს ხომ არ შეგიშლით? დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. მადლობა. გთხოვ. გემრიალად მიირთვი. მადლობა. მიირთვი. როგორი საოცარი ადამიანი ხარ? ფიქრობ, რომ ამ ადამიანს წვეთი გრძნობა არ აქვს მეთქი. მერე კი ვხედავ, რომ ნამდვილი რომანტიკული პრინცია. დიდი მადლობა. კეპიცები გადამიარა. თანაც არ იღელო, თავი ხელში ავიყვანე. ექიმი, ფერმანიც კი ვეღარ მაწყენინებ დღეს. ექიმი ფერმანი მოვიდა, 5 წუთში დაიწყებს გელოდებათ. მართლა ძალიან კარგად გამოვიდა. ვარდი აქ არის. აბა, რა ხდება? აი შენაზალი, ჩივილებია, 4 დღიანი ყაბზობა, გულისრევა და ღებინება. ფრთხილად დაგაჭერთ, არ იღელოთ. კუნთების დაძაბულობაა მუცლის კედელში. MRT გააკეთე? დიახ, ექიმო. აი შენაზალი, შემოვიდა გულისრევისა და ღებინების ჩივილებით. ტომოგრაფია გაკეთებულია, ბოდის ვიხდი ზუსტად 4 წუთი დამაგვიანდა. ვფიქრობ, დიდხანს მომიწევს სტამბულის საცობებთან შეგუება. კარგი, გავაგრძელოთ. თირკმელი აორტას ეღობება. თირკმლის აგნიომიოლოპამა. სისხლის ძლიერი ნაკადი არის, არა? იქნებ რამე ლიმფომაა. მას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ავთვისებიანი სიმსივნე, მოკვდები? დიდი ალბათობით. ეგ უბრალოდ ვარაუდია. არა, ნამდვილად სიმსივნეა. შეგიძლია აღარ ახსენო სიმსივნე. სიმსივნე? ექიმო, მითხარით რამე. გთხოვთ, პატივცემულო, გთხოვთ. გადი. გადი. ყველაფერი ჩვენს კონტროლ ქვეშ არის, არ იღებოთ. მორფინს გაგიკეთებთ, კივილები შეგიმსუბუქდებათ და ისევ დავილაპარაკოთ. არ ყის ნერვიულობათ, ყველაფერს გავაკეთებთ. პაციენტებს ასე არ უნდა ესაუბრო. მაგრამ პაციენტის მთავარი უფლებაა სიმართლე იცოდეს. მაგრამ არ უნდა შეაშინო. ასე მოულოდნელად არ უნდა უთხრა მსგავსი რამ პაციენტებს. სიტუაცია ასეთია, როგორ თქვი? რა უნდა მეთქვა? მომეტყუებინა? სულად ვიტყუები? არ მოიტყუები. ცოტა ლაპარაკს მიეჩვევი, ვალდებული ვარ, ყველაფერი აგიხსნა ალი. ამაზე მეტი ბედნიერება რა არის? დაფიქრდი. მიხარია ბედნიერი რომ ხართ. რა ვქნათ, ექიმო? დიდი სიმსივნეა. გარშემო მყოფ ნაწიბურებთან ერთად ამოვჭრათ. მე რა ვქნა? არაფერი. შენ არაფერი. წადი. წადი ასისტენტების ოთახში და წესები წაიკითხე, მიდი. გუშინ საღამოს ჩვენი ახალი ასისტენტი გაითიშა, მართლა? გავიგეთ, რომ ნაზლიმ გადაარჩინა. გოგოებო. თუმცა მას თავისი მდგრადობა უნდა დაეცვა. რას ბოდავისევ? სოფლიოს სილამაზე ვფიქრობ, მალე დამშვიდობება მოგვიწევს, იმიტომ რომ ამ დროს სერიალისთვის ვემზადები. გივნეშ, ისევ ექიმი ხუსულივით იქცევი ძვირფასო. კარგი, კარგი. იქ რას აკეთებს? კარგი, ოპერაციისთვის ვემზადები. მე კი ქალბატონ ბელისთან უნდა წავიდე.
რა დიაგნოზი აქვს პაციენტს 4004 პალატიდან? რა დიაგნოზი აქვს პაციენტს 4004 პალატიდან? ჰასანს 3 დღის წინ გაუკეთდა ოპერაცია, ნაღლის ბუშში კისტა ჰქონდა და მოკვეთეს. ხვდა რამე ექიმო? როდის ქონდა ბოლოს დეფეკაცია? ბოლოს გუშინ, დილიდან აღებინებს. მოხდა რამე? რა სჭირს? მითხარით რამე? რას აკეთებთ ექიმო? რა ხდება? რას აკეთებთ? ექიმო ვეფა. რას აკეთებთ ექიმო? დიახ, ქალბატონო აიშე, ყველაფერი ჩვენს კონტროლ ქვეშ არის. მალე ჩავჭრით თქვენი მუცლის ქვედა ნაწილს. არ შემიძლია შვილო. 2 კვირის მერე გავაკეთოთ ოპერაცია. ამდენს ვერ მოვიცდით, ქალბატონო აიშე, მაგრამ არ იღელვოთ. ბატონი ფერმანი ძალიან კარგი ექიმია. 2 კვირაში ჩემს ქალიშვილს ქორწილი აქვს. მამამისი უკვე დიდი ხანია გარდაიცვალა. მისი ერთადერთი ოჯახის წევრი მე ვარ. ქორწილამდე ვერ მოკვდები. გთხოვთ, სიმართლე მითხარით. თუ ძალიან ცუდი მდგომარეობა მაქვს, ოპერაციას თუ ვერ გავუძლებ, მაშინ არ გავიკეთებ მას. სიმართლე მითხარი შვილო, საოპერაციოდან ცოცხალი გამოვალ. გამოხვალთ. ქორწილში გაგიშვებთ. კარგად იქნებით, კარგი? მალე ოპერაციისთვის მოგამზადებენ, არ იღელვოთ. ვიცი, რასაც ვაკეთებ, ნუ მეხები. შენ მოატყუე ნაზლი. მე არ მომიტყუებია, დემირ. იმედი მივეცი. გავგიჟდები. საიდან იცი რომ არ ექნება გართულებები? ვერ მისცემ ადამიანებს იმედს საკუთარი ნებასურვილი კონტროლის ქვეშ ხარ. ჯერ კიდევ გუშინ მიიღე შენიშვნა. არაპირებ დაჯერებას. რა გჭირს? არ მინდა რომ წახვიდე. მისმინე. ექიმი ფერმანი პირველია შეცდომაზე გაგათავისუფლებს. დემირ, გონია მე მინდა წასვლა. მისმინე, მეც ვენდობი რაღაცას, გაიგე? შენ არ იღელვო. საოპერაციო მზად არის. ნუ ალოდინებთ ექიმს. ღმერთო ჩემო, უკვე ცოლქმარი ვიჭხუბობთ. რომ არ მცოდნო და ვიფიქრებდი, რომ თქვენ შორის რაღაც ხდება. რა არიცი? რომ არ მცოდნო და შენი გრძნობების შესახებ ექიმი ფერმანის მიმართ. რას ამბობ? ღვთის გულისთვის გაგიჟდი? ვინმე გაიგებს? შეუძლებელია. ის ჩემი უფროსია. მომისმინე აჩელია. საღამოს ძალიან დაისჯები. კარგი, ჩუმად ვარ. თუ გინდა ცოტა მოწესრიგდი, იმიტომ რომ გაწითულდი. რა მოუვიდა ჩემ შვილს? გააკეთეთ რამე. ჰასან შვილო. რა ხდება აქ? საშიშროება ემუქრება, ვფიქრობ ოპერაცია სჭირდება, სასწრაფოდ, ახლა სჭირდება ოპერაცია. იუნეშ, რაშია საქმე? ექიმო 3 დღის წინ ნაღლის ბუშტის საერთო სადინრის კისტა მოკვეთეს. გააკეთეთ რამე, გააკეთეთ. დამშვიდით პატივცემულო ოპერაციის მერე შეიძლება იყოს მსგავსი რეაქცია. ეგ სრულიად ნორმალურია, არ იღელვოთ. წამოდი.
შვილო. მისი სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება, მისი სიცოცხლე საფრთხე ემუქრება. ოპერაციის მერე ნაწლავების მსგავსი რეაქცია აქვს, ხოლმე გარდა ამისა, მისი ექიმი აკვირდება მას. არ გაუკეთებია, ოპერაციას წარმატებით რომ ჩაეულო, მაშინვე გამოჯამრთელდებოდა. იუნეს შეატყობინა ექიმს და პირადად მიხედე ამას. კარგი ექიმო. ხომ გაგაგზავნე ასისტენტების კაბინეტში ალი? მეორედ აღარ ჩაერიოს ხვისი პაციენტების საქმეში ალი. თაში არ ვართ. ახლა კი ასისტენტების ოთახში წადი და იქ დაჯექი. მორჩა. წადი. მიდი. საფართოებელი. ექიმო, აქამდე გინახავთ მსგავსი სიმსივნე? ვერ ხედავ ადგილს, სადაც სიმსივნე არტერიას არ შეხებოდა. ასე არ გამოვა. ღრმა სარქველი. ვერ ხედავ ადგილს, სადაც უნდა გავჭრა. სიმსივნე იმაზე დიდია, ვიდრე სურათზე ვნახეთ ექიმო. პაციენტის აორტასაც კი ვერ ვხედავთ. ეს რომ ვენური არტერია ყოფილიყო, სიმსივნის ნაწილის მოკვეთა შევძლებდით. ეს რომ ლიპოსარკომა ყოფილიყო, მაშინ ნაწილ-ნაწილ ამოვიღებდით, მაგრამ არც ეგ არის. ასეთ პირობებში შეუძლებელია ოპერაციის ჩატარება. ანუ გთავაზობ დავნებდეთ? არა, იმას ვამბობ, რომ შეუძლებელია მთელი სიმსივნის ამოკვეთა. გავკეროთ პაციენტი და რომ გაიღვიძებს, ვუთხრათ, რომ 3 დღე დარჩა და მორჩა. ხელებსაც არ გავისვრით. ნაზლი, საკმარისია. დავაფასე ნაზლის ბრძოლის სურვილი, მაგრამ სინამდვილეში დემირი მართალია, არ შეიძლება. ოპერაცია არარეალურად გამოიყურება. დემირ, პაციენტს მე გავკერავ. მიდი. ან მთელი სიმსივნე თირკმლის ქვეშ არის. შეგვიძლია მოვკვეთოთ ის და ბევრად უკეთესად შევაფასოთ. ჯამთელი თირკმელი ამოვჭრათ. პედმცდელობის ნაწილია. ნებისმიერ ოპერაციაში კარგი გაგებით, დემირ. თქვენ არ ამბობთ ხოლმე ასე ექიმო? ქალს ცოტა გადარჩა, ამითაც გარისკავ? სულ არაფრის გაკეთებას ჯობია. სერიოზულად, ნაზლი მართალია. ექიმო, ნაზლი მართალია. ღირსდად. გადარჩენის მცირე შანსის თუ არსებობს ვალდებული ხარ პაციენტთან. ამიტომ ცადოთ. მეცადე დავილაპარაკო, ექიმი 2 საათში მოვა. გეთეთ რამე? სიცხე 39-მდე აეწია. შოკი. ის სეპტიკურ შოკში შედის, რა ვქნათ? გააკეთეთ რამე, გადაარჩინეთ ჩემი შვილი. ექიმი ვეფარა, გავაკეთოთ, გააკეთეთ რამე. მე გავუკეთებ ოპერაციას. მოიცადე, სად არის შენი ექიმი? დრო არ მაქვს. ბოლო მოგвеყო. მიდი. ბოდიში გიხდით, სასწრაფო სიტუაციაა, სასწრაფო. გაიწიეთ. პედიატრი გვჭირდება, უკაცრავად, სასწრაფოდ გვჭირდება. გაიწიეთ. სასწრაფო სიტუაციაა, ბოდიში. დაიშალეთ. სასწრაფო სიტუაციაა, სასწრაფო. ანესთეზიოლოგი. სასწრაფოდ მომზადეთ მესამე საოპერაციო. ვინ გააკეთებს ოპერაციას? მე გავაკეთებ. რა ხდება აქ? ექიმო, სასწრაფოდ შეყო საოპერაციოში. კარგი ექიმო. სასწრაფოდ ვიწყებთ. გთხოვთ, დამშვიდით. 3, 2, 1.
ინფორმაცია პაციენტზე. ასაკი 6 წლის ბიჭი, პერიტონიტზე გვაქვს ეჭვი. ვისი პაციენტია? ბატონი ეშრეფის პედიატრიული განყოფილებიდან. არ შეიძლება, შეუძლებელია, გაგიჟდით. საავადმყოფოში ომი დაიწყება. პულსი 160, არტერიული წნევა 80-40, სიცხე 40-მდე აეწია. შინაგანი ორგანოები გაეთიშება და პაციენტს დავკარგავთ. პრობლემებს ვიქმნი. მესამე საოპერაციოში ექიმი ალი ვეფა ოპერაციას ატარებს. შეატყობინეთ ბატონ ფერმანს. უფრო ფართოდ გაშალეთ და მოვძებნით ირკმელს. მოსაჭერი. მოსაჭერი. გარგი, ახლა აბსოლუტურად ჯანმრთელი თირკმელი ამოვაჭერით. გისმენთ? რა? კარგი, კარგი. ექიმო. აჩელია, ვერ ხედავ? ექიმო. რა იყო? ექიმმა ვეფამ საოპერაციოში წაიყვანა პაციენტი მე-18 პალატიდან. რას ქვია საოპერაციოში წაიყვანა? წაიყვანა. გვერდით საოპერაციაში არიან. ბატონო, გიუნებს თხოვთ ავტომატურად ისიც შეღებოთ. გარგი ექიმო. სისხლის ჯგუფი, ალერგიულია, სად არის ამ პაციენტის დოსიე? სისხლის ჯგუფი პირველი დადებითი, რამე კონკრეტული ალერგია არ აქვს. დარწმუნებული ხართ? შეძლებთ ამ ოპერაციის ჩატარება?